ბატონო ხუტა. მოусმინეთ წულუკიანის ტერორში ხართ ბრალ. ხუტა პაჭკორიას დავალებით. დიახ. ვინმე ქალბატონმა ჩუვოშიანმა 700 ლარად გააუბედურა ოჯახი. და არა მარტო მოკლეს კაცი ცემაში. ხუტა პაჭკორია, რომელიც თია წულუკიანმა წინა ხელისუფლების დროს ადამიანების ტერორის მთავარ სახედ გამოაცხადა, მისმა გუნდმა დააწინაურა და თბილისის პოლიცია ჩააბარა. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე კი, სადაც წულუკიანი მისივე ხელისუფლების ძალოვანის წინააღმდეგ მოწმეებს კითხავდა, დაზარალებულებისთვის მას არ უთქვამს, რომ მისმა ხელისუფლებამ პაჭკორია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნად აქცია. ის ახლა თბილისის პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის მოადგილეა. მე დავწერე განცხადება, შევიტანე პროკურატურაში და ვითხოვდი, რომ პასუხი ეგოთ კანონის წინაშე. მე-6 წელი არის. ელოდებით პასუხს. როგორ ხუტა პაჭკორიამ არ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი უდანაშაულო ადამიანის. დიახ. თვითონ პროკურატურას უწერიათ. სცენარი მისი იყო უწერიათ. ეგ დაგიტოვეთ რა თუ გაქვთ. ხუტა პაჭკორიას დაკავებას გიული ავალიშვილი წლებია ითხოვს და ირწმუნება, რომ სწორედ პაჭკორია იყო ფინანსური პოლიციის ის თანამშრომელი, რომლის ორგანიზებითაც 2011 წელს მისი ძმა 700 ლარად ჩანერგილი აგენტ პროვოკატორის გამო დააკავეს, ციხეში აწამეს და საპყრობილედან გამოსული 3 დღეში დაიღუპა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მის ძმას საგარეჯოდან ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ხალხის ჩამოყვანა არაპატია და მიკროავტობუსის მძღოლის დასჯა მისი განცხადებით საკუთარ თავზე ხუტა პაჭკორიამ აიღო. სცენარი იყო დაწერილი მოცემული ამ განაჩენში და აი ამ სცენარის დამწერი იყო ხუტა პაჭკორია, რომელმაც დაიბარა ეს ქალბატონი ჩოუშიანი, დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როგორ უნდა მისულიყო ჩემი ძმასთან. ქალბატონმა ამ სცენარის შემდეგ, როცა ჩემი ძმა უკვე დააკავეს, 700 ლარი მისცა ხუტა პაჭკორიამ 700 ლარი გადაუხადეს ამ ქალბატონს. ეს უმძიმესი ისტორია ქართული ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნის მონაწილეობით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გიული ავალიშვილმა 6 ივნისს მოყვა და თან თქვა, რომ პაჭკორიას წინააღმდეგ 13 წელია პირდაპირი მტკიცებულებები აქვს. რჩება განცდა, რომ პოლიციის ერთ-ერთი უფროსის სახელის და გვარის დასახელებას ხდომაზე არც წულუკიანი და არც კომისიის სხვა წევრები არ ელოდნენ. თქვენი ძმა რომ გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული კიდევ არაერთი ადამიანი იყო უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში წვლილი ჰქონდა. სამართლებრივად რომ არ თქვა, ასე ვიტყვი, წვლილი ჰქონდა. მათ წინააღმდეგ იყო რაიმე პროცედურა განხორციელებული? არა. იმ დროს, როდესაც თია წულუკიანს მისივე გუნდის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მძიმე ჩვენების მოსმენა უწევდა, თავად ხუტა პაჭკორია ამავე პარლამენტის მიმდებარედ იდგა და პროევროპული აქციის მონაწილეებს ავტომობილიდან აკვირდებოდა. მოусმინეთ წულუკიანი 700 ლარიანი მოწმეების მოსყიდვაში რო გადანაშაულებთ, იცით? ელოდებით გათავისუფლებას. როგორც კი ხუტა პაჭკორიას კითხვა წულუკიანის განცხადებაზე დავუსვით გაქცევა სადა. ნაციონალური მოძრაობის დროს მოწმეებს ყიდულობდით 700 ლარად. სამარშრუტო ტაქსის მძღოლის. არა, უკაცრავად წულუკიანმა თავად თქვა, რომ თქვენ ყიდულობდით მოწმეებს. პაჭკორია, რომელიც ახლა შაბათის ეთერის კითხვებისთვის თავის არიდებას ცდილობს, არაერთ სკანდალში გახვეული ძალოვანია. 2012 წელს ის კახეთის ფინანსური პოლიციიდან თბილისში გადმოიყვანეს. მალევე ახალ ხელისუფლებას ერთგულებაც დაუმტკიცა და სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტიც ჩააბარეს, მაგრამ 2015 წელს ის ოპოზიციამ ნარკოტრანზიტის მფარველობაში ამხილა. სკანდალური განცხადებების შემდეგ ხუტა პაჭკორია უწყებიდან გაუშვეს. ეს ფაქტი მაშინ ვახტანგ გომელაურმა ვერ უარყო.
ყველა მიცის, რომ რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც დააკავეს სარფში და მან თქვა, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა ბაჭკორიასთვის. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს ადამიანი გაათავისუფლდა თანამდებობიდან და შემდეგ იქნა აეროპორტში გიდასტურებთ უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული. მიზეზი ხო არ იცით რატომ მოხსნა? რატომ მოხსნეს მიზეზი? რა აუცილებელი ყველაფერი თქვა რატომ მოხსნეს? ეს მიზეზი არ ყოფილა ის თუ დანაშაული ჩაიდება. ყველაფერს არ ამბობთ, ეგ კითხვა მქონდა ზუსტად. მადლობა. ნარკოსკანდალის გამო სუსიდან გაშვებული ხუტა პაჭკორია აეროპორტის უსაფრთხოებაში მიავლინეს, თუმცა გომელაურმა ის მალევე უკან შინაგან საქმეთა სამინისტროში დააბრუნა. ახლა ხუტა პაჭკორია, რომელიც თია წულუკიანმა ძალადობის სიმბოლოდ გამოაცხადა, პროევროპული აქციების მონაწილეების დევნის ოპერაციაშია ჩართული. გომელაურმა სამსახურიდანაც კი გაგაგდოთ და რის სანაცვლოდ დაგაბრუნეს? გამოგკითხეს ავალიშვილის საქმეზე? 2019 წელს გამართლდა ეს კაცი და თქვენ როგორ დაწინაურდით ბატონო ხუტა? ხუტა პაჭკორია არის ყველგან, სადაც აქცია. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა სპეცრაზმის ექსპოსთან ხარებასთან. ახალგაზრდების ცემას დღესაც აპირებთ ბატონო ზია. ცდილობდა მის დაცვა ჟურნალისტებისგან და არასასურველი კითხვებისგან. გავლენიანი ძალოვანი ბოლოს ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ პოსტს იკავებდა სულხან თამაზაშვილის დროსაც და იკავებს ახლაც, როდესაც ქალაქის პოლიცია ვაჟა სირაძეს ჩააბარეს. ანუ ნაცების დროიდან ატერორებთ ხალხს და ისევ პოსტს ერჩებით? და როგორ მოახერხეთ, რომ შეინარჩუნეთ პოსტი? ბატონო ხუტა, ხალხის ტერორში ხართ ბრალდებული ნაცების დროიდან და როგორ დაალაგდით ამ ხელისუფლებასთან? ხუტა პაჭკორია ერთადერთი არ არის, ვისაც წინა ხელისუფლების დროს მაშინდელი ოპოზიციის და დღევანდელი ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალადობაში ამხელდნენ, მაგრამ ეს ხალხი ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დააწინაურა. ეს კადრები 2009 წელს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეების დარბევას ასახავს. ამ დარბევაში მონაწილე პოლიციელების ნაწილი კი ახლა ოცნების რიგებში არიან, ზოგიერთი კი დაწინაურდა. მოდით 2009 წლის 15 ივნისის აქციის შესახებ გვიამბეთ. ასევე არ გამოგრჩეთ გითხრათ, რომ იმ მძიმე დაზიანებების შემდეგ დღეს როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? დარბევის მონაწილე და სავარაუდოდ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელზეც ახლა თია წულუკიანი საუბრობს, მაშინ ლევან ხარაბაძე იყო. ის ახლა დაწინაურებულია და ირაკლი კობახიძის ბრძანებით პოლიტიკური თანამდებობაც მიიღო. ხარაბაძე ქვემო ქართლის გუბერნატორად 6 მაისს დანიშნეს. ირაკლი კობახიძის ეს საკადრო გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ლევან ხარაბაძე, რომელსაც მან რწმუნებულის პოსტი ჩააბარა, 2009 წლის 15 ივნისს ვერის პოლიციას ხელმძღვანელობდა და იმ აქციის დარბევაში მონაწილეობდა, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას გათავისუფლებას ითხოვდნენ. თითოეული დაკავებული ახალგაზრდის ნაცვლად მათ ადგილს დაიკავებს ორჯერ მეტი ახალგაზრდა, რომელიც იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე. ქვემო ქართლში ოცნების წარმომადგენელი, რომ აქტივისტების დარბევაში ნამდვილად მონაწილეობდა, ამას შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული ჩვენებაც ადასტურებს. ის პროკურატურამ 2015 წელს გამოკითხა. სავარაუდოდ თავად ხარაბაძემ ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, სანაცვლოდ კი ძალადობაში მისივე თანამშრომლები ამხილა. პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩემი უფროსის ბრძანების თანახმად ვიმყოფებოდი აქციაზე და ვიცავდი საზოგადოებრივ წესრიგს, თუმცა ხელკეტი არ მქონია. წარმოდგენილ ფოტოზე მაღალი აღნაგობის მამაკაცი ვარ მე. ნიღბიანის იდენტიფიცირება არ შემიძლია, თუმცა ამოვიცნობ სხვა პირებს. არადა ლევან ხარაბაძის მიმართ სავარაუდოდ პროკურატურას პირდაპირ მტკიცებულებებიც ჰქონდა. მათ შორის ვრცელდება ოცნების მაღალჩინოსნის ფოტო, სადაც ჩანს, რომ მის თვალწინ პოლიცია აქტივისტს გიორგი ჩითრაშვილს სასტიკად უსწორდება, თუმცა არც მაშინ და არც მას შემდეგ მისთვის ბრალდება არ წარუდგენიათ და პირიქით ქართულმა ოცნებამ დააწინაურა. მისი იდენტიფიცირება კი რატომღაც ვერც წულუკიანის კომისიაზე მისულმა ოცნების მხარდამჭერმა აქტივისტებმა მოახერხეს.
სამაგიეროდ ახსოვთ ყველა იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც ქართული ოცნების რიგებში არ არის. ბატონ გიორგი, კითხვები არ გიჩნდებათ, აი მაგალითად, ქვემო ქართლის გუბერნატორი როგორ გახდა ხარაბაძე? არ ვიცი, ვიზე მეკითხებით, აი საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა. აი ამ ფოტოზე ჩანს, როდესაც თქვენ ასფალტზე არ ვიცი, ხო, ანუ იდენტიფიცირებულია თუ არ არის იდენტიფიცირებული. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, გამოძიება რაღაცა ეტაპზე მისული არის. ქვემო ქართლის რწმუნებულის მონაწილეობით დარბევის საქმეში არც დაჩიცაგურია დაინტერესებულა. რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომელი და 2009 წლის 15 ივნისის დაზარალებული. პროტესტი არ გიჩნდებათ, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელებმა ხარებაძე ეგეთი ადამიანი არ მახსოვს მე, იგი სახელმწიფო ხა პირველად მოსმეს. ჩვენება აქვს მიცემული. არ მახსოვს ეგეთი პიროვნება იქ. არ გახსოვთ აქციაზე ანუ დღეს ვინც არის მაღალჩინოსანი არავინ არ გახსოვს მახსოვს მაშინ ვინც ხელმძღვანელობდა ამას და ვინც მითხრა მცემა ისინი მახსოვს და ეს ადამიანები არ მახსოვს რის სანაცვლოდ მიიღო პოსტი დარბევაში მონაწილე პოლიციელმა ამის გასარკვევად შაბათის ეთერი ქვემო ქართლში ჩავიდა გამარჯობა ბატონი რწმუნებული სამსახურშია შვებულებაში მაისში დანიშნეს და რა იმუშავა ამდენი რომ შვებულებაში გავიდა ლევან ხარაბაძე სამსახურში არ დაგხვდა მან არც ჩვენს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა ვისი რეკომენდაციით დანიშნეს ის პოსტზე კითხვები მის მოადგილეს დავუსვით თუ იცით ვისი შუამდგომლობით დანიშნა ის ბატონმა ირაკლი კობახიძე თქვენ ისეთ რაღაცას მეკითხებით რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ შედის ვერ გეტყვით ვერ გიპასუხებ არ ვიცი რა გითხრათ მისი ძალოვან უწყებაში მისი წარსული არაჩვეულებრივი საქმიანობა აქვს ბატონ ლევან კი აი 15 ივნისთან დაკავშირებით მოდის გიხდით ვერ გეტყვით არ ვიცი არიცით, როდესაც ქართული ოცნების კი არა და ოპოზიციის წარმომადგენლები თქვენ აკეთებთ ახლა კომენტარს. მე არ ვიცი ამის შესახებ. არ გაქვთ ეს ინფო, არ ხსმენიათ საგამოძიებო კომისია. როგორ დავასრულოთ ახლა? წულუკიანი განიხილავს ამ საკითხს. არ არის ეს ჩემი კომპეტენცია. არ უყურებთ საგამოძიებო კომისიის ხდომას. არ უყურებ, რა შეინტერესებს? არ გაინტერესებს? საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას არ აღიარებთ? მე კომისიას ვაღიარებ და ხელისუფლებასაც ვაღიარებ. თქვენ ისეთ რაღაცას მეკითხებით, ახლა პროვოკაციულ შეკითხვებს ვსვავთ. უბრალოდ მე რას უყურებ და რას არა, ეს ჩემი საქმე. მაგრამ არ უყურებთ ამ საგამოძიებო კომისიას. 15 ივნისი არაერთი ახალგაზრდა მიიყვანეს, იქ ვინც ნაციონალურ ეს ახლა არის პოლიტიკური საკითხები, რომლებსაც მე კომენტარს ვერ გაგიკეთებ. პოლიტიკაში არ ხართ თქვენ ბატონო. დავასრულოთ ეს საუბარი. შეიძლება. ეს არ არის ფორმა. ვიცე-გუბერნატორი ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, მაგრამ შაბათის ეთერის ინფორმაციით ლევან ხარაბაძე მამუკა მდინარაძის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ძალადობაში ბრალდებული რონი მესხის ახლო გარემოცვის წევრია. საჯარო წყაროებში მათი ერთობლივი ფოტოებიც იძებნება და ჩვენი ინფორმაციით გუბერნატორი ოცნების რიგებში სწორედ მდინარაძე მესხის გავლენებით სარგებლობს.